ათილგანი და ილიას იავუზი. Ძველი საიდუმლო. Şimdi ayrıldık, özledim seni. Geçer sanmıştım, aylar geçti, unutmadım seni. Gözyaşların hiç değmesin kurumuş toprağıma. Seni üzmek en son şeydir şu kısa hayatımda. Gözlerimdeki o tebessümü görmek için ben yıllarca beklerim. Seni kalbime asla vazgeçmedim, hep bekledim, durdum. Sensiz olmaz, kalp dayanmaz, bu acı bir fırtına. Boyun eğmez sevdiceğim, geçmez bu hatıra. Sensiz olmaz, kalp dayanmaz, bu acı bir fırtına. Boyun eğmez sevdiceğim, geçmez bu hatıra. Gözlerimdeki o tebessümü görmek için ben yıllarca beklerim. Seni kalbime gizledim, durdum. Senden asla vazgeçmedim, hep bekledim, durdum. გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოთ ქალბატონო ჩინარ. ახლა ყოველი წამი გადამწყვეტი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამასაც გაუძლებ ჩინარ. 20 წლის განმავლობაში სულ მცირე იმედით ცხოვრობდი. ახლა ამასაც გაუძლებ. სანამ შვილების ნახვის ოცნებით ათენებდი და აღამებდი, ღმერთმა საშუალება მოგცა გენახა ისინი. გაგეგო მათი ხმები და მათთვის თვალებში ჩაგეხედა. ლოდინი დასრულდა ჩინარ. თუ ჩეთინი და ესმა დედა და არ მიმიღებენ, ყველაფერი ფუჭი იქნება. თუნდაც მოუკვდე არ ვიდარდებ. ჩემი სიცოცხლე მაინც აღარაფრად ეღირება. წაიღე ჩემი სიცოცხლე, ოღონდ შვილებთან ახლოს ვიყო. თვალებში ჩავხედო. გავიგო როგორ მეძახიან დედას. განამთველი ცხოვრება ამ მომენტს არ ველოდი. სადაც თუ ეძებთ სახლში არ არის. ქალბატონ ნურდანთან მოვედით. ნურდანი ახლახან გავიდა. რამე მნიშვნელოვანია? მე ქალბატონი ნურდანის ადვოკატი ვარ. ეს კი ქალბატონი ესმაა. ქალბატონ ნურდანთან შეხვედრა გვინდოდა, მაგრამ რადგან სახლში არ არის, სხვა დროს მოვალთ. ნურდანს ადვოკატთან ასაქმე აქვს. ჩვენ განქორწინებასთან დაკავშირებით მოვედით. ღმერთო, განქორწინებას აპირებენ? ეს დიდი შეცდომაა. სამწუხაროდ. ძალიან მწუხარ. აზრადაც არ მომივიდოდა, რომ სედათი და ნურდანი ოდესმე დაშორდებოდნენ. ალბათ ბატონ სედათს კარგად იცნობთ. თუ წინააღმდეგი არ ხართ, გაგესაუბრებით. მინდა ბატონ სედათთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაგისვათ. რა პრობლემაა, ჩაიხანაში დავსხდეთ. ქალბატონო ჩინარ? ჰადიასგან გავიგე რომ დაბრუნდით, მაგრამ ვერ გნახეთ. მიხარია რომ ისევ აქ ხართ. ღვთის წყალობით შვილებს მალე სიმართლეს ეტყვით. გმადლობთ.
დეიდა და ჯექი, არ დაიღალე მაინც? როგორ არ დაიღალა? შეხედე, თოფის კონდახს დაემსგავსა. შენ აქ ხარ, მაგრამ გარეთ ცხოვრება გრძელდება. არი დარდო. ჩვენ ვიმუშავებთ და ფულს ისინი დახარჯავენ. რა კარგია ცხოვრება. ოფიცერო, ერთი წუთით. ისმენ დეიდა. აქ როდემდე უნდა დარჩე. ჩემი შვილი უნდა მოსულიყო და წავიყვანე. მითხარით არ მოსულა? არა დეიდა. თქვენთან ჯერ არავინ მოსულა. თურგუთ. იმედია ფერჰათი იპოვე და ჩემს აქედან გაყვანას შეძლებ. ესე იგი ბატონ სედაც 15 წელია იცნობთ? დიახ, 15 წელია ვიცნობ. სედათი კარგი ადამიანია, ნამდვილი ვაჟკაცი. აქამდე პრობლემა არ ქონია, სანამ შვილი ავად არ გაუხდა. ღმერთმაქნას მალე გამოჯამრთელდეს. ღმერთმაქნას. ბატონ სედაც მეუღლესთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა? ხომ არ ჭყობობდნენ, ან ოჯახში უკმაყოფილება ხომ არ ჰქონდათ? მსგავსი არაფერი. სანიმუშო ოჯახი ჰქონდათ. თითით საჩვენებელი, მაგრამ ცხოვრება უსამართლოა. დიახ, ცხოვრება უსამართლოა. ყველა ისეთი არ არის, როგორიც გვგონია. თქვენც შეცდით ბატონ სედათში, ხომ ასია? არა, არ შემსდარვარ. სედაც 15 წელია ვიცნობ და ჯერ არაფერი შეშლია. მაგრამ ცოტა ხნის წინ გითხარით რაც მოხდა. რაც თქვი სიმართლეა. შვილის ავადმყოფობის გარდა სხვა პრობლემა არ ქონია. სედათმა შვილის გულისთვის საკუთარი თავი გვერდით გადადო. ეს რას ნიშნავს? ვერაფერი გავიგე. სედათ შვილის სამკურნალო ფული არ ქონდა. როგორც ჩანს, იმ ქალის შეთავაზებას დათანხმდა, რომელიც თავისი უფროსია. თქვენ ამბობთ, რომ ბატონი სედათი იმ ქალზე იმიტომ ქორწინდება, რომ შვილის მკურნალობის ხარჯები დაფაროს? დიახ. ჩინარ. რა მოხდა? ცუდი ხომ არაფერია? ექიმმა რა გითხრა? არაფერი დაო. სანერვიულო არ მაქვს. ექიმმა დასვენება მირჩია. შენი ნებართვით ცოტა ხანს წამოვწვევი. ჩინარ. სიმართლე მითხარი. რა თქვა ექიმმა? მის მინედაო. თვალებზე გატყობ, რომ რაღაცას მიმალავ. განა ასეთ რთულ დროს მე საიდუმლეები არ უნდა ვიყოთ? მეგობრები არ ვართ? აქამდე ერთმანეთისთვის რამე დაგვიმალავს? რატომ არ მეუბნები? მითხარი რა მოხდა დაო? დაო. აპატიე. ძალიან ავად ვარ. კვდები დაო. კვდები. ჩინარ. რას ამბობ? ხვდები მაინც რას ამბობ? მეგობარო. ამ სასურსათო მაღაზიაში ვიკითხავ, ხომ არ დაუნახავთ? არ შეიძლება. ფერჰათის სახელს ვერ ვახსენებთ. შეიძლება დამალოში ეხმარებოდნენ და მარტივად გაგვექცევა. თქვი რომ შენს ბიძაშვილს ეროლს ეძებ. გასაგებია? კარგი ძმაო, არი დარდო.
წარმატებულ დღეს გისურვებ ბიძია. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. რა მოხდება თუ ფერაც ვერ ვიპოვით? რა მოხდება თუ აღმოჩნდება რომ უკვე ქვეყნიდანაა გაქცეული? კარგზე ილაპარაკე ზუჰალ. ფერაც ვიპოვით. ასე მოკლე დროში საზღვარგარეთ ვერ გაიქცეოდა. სხვა გზა არ გვაქვს. დედაჩემის გადასარჩენად უნდა ვიპოვოთ. ერთხელ უკვე გაგვექცა. პოლიციაც ყველგან ეძებს. რა მოხდება ჩვენამდე რომ იპოვონ? სანამ ჩვენ შევძლებთ მის დარწმუნებას, პოლიციას ყველაფერი რომ უთხრას? არც დედაჩემი გაინტერესებს და არც არავინ, ხომ ასეა? შენ მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობ. ვინც ის რისთვის ინახულე დედაჩემი? რომ გეთქვა ჩემი სახელი არ ახსენო. საბრალო ქალი ამ სიტუაციაშიც შენს გადარჩენაზე უნდა ფიქრობდეს. გრცხვენოდეს თურგუთ. როგორ თუ მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ? ვერაცნობიერებ რომ ტყუილად მადანაშაულებ. დამიჯერე ამ საკითხზე დედა შენისთვის ერთი სიტყვაც არ მithქვამს. კარგი ზუჰალ, კარგი. უკვე ნერვებს მიშლი. აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. ფათი? რა მოხდა ერჯუმენტ? ფერჰათის კვალს მივაგენი. მისი ბიძაშვილის სახლი აქედან 2 ქუჩის მოშორებითაა. წავიდეთ. ჩემი მიზანია ამ ქვეყნიდან ისე არ წავიდე რომ ჩემ შვილებს სიმართლე არ ვუთხრა. ჩემი შვილები ჯერ ღმერთს არიან მინდობილები. შემდეგ კი შენ. მე რომ აღარ ვიქნები, მათზე უნდა იზრუნო. ამას ნუ ამბობ ჩინარ. ღმერთმა კარგად გამყოფოს. იქნებ ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ გგონია. მომისმინე? მოდი სხვა ექიმთან წავიდეთ. სხვამაც გაგსინჯოს. იქნებ შედეგი სხვა იყოს. პირველად რომ ექიმმა გამსინჯა ხომ დაგირეკა და გითხრა რომ რაღაც ეჭვი გქონდა. მაგრამ არავითარი მაგრამ დაო. არ ვაპირებ ექიმებში ვიარო. მირჩევნია დარჩენილი სიცოცხლე ბავშვების გვერდით გავატარო. ნუ თუ ამ დაავადების განკურნება შეუძლებელია. ერთადერთი გამოსავალი ოპერაციაა. მაგრამ თან ძალიან დიდი რისკი ახლავს. ნუ თუ შენი შვილებისთვის ამ რისკზე წასვლა არ გიღირს. გირჩევნია უბრძოლელად დამარცხდე? შენ არ გესმის დაო. ოპერაციით გადარჩენის შანსი ძალიან მცირეა. თანაც სასწრაფოდ უნდა ჩავიტარო. ექიმა ასე მითხრა. რა მოხდება თუ ოპერაციას ვერ გადავიტან? მე გეტყვი, დავკარგავ დარჩენილ სიცოცხლეს, რომელიც შვილებთან უნდა გამეტარებინა. და სიკვდილის არ მაშინია. მაშინია რომ შვილები დედად არ მიმიღებენ. ჩინარ? კარგად ხარ დაო? კარგად ვარ. მართლა კარგად ხარ? ეს რა უბედურება დაგემართა. კალბატონასიეს ვენდე და ბინძურ გზას დავადექი. მე დავასი არ მოგვსეულიყავი, მაგრამ საიდან უნდა მცოდნოდა რომ ეს აქამდე მივიდოდა. ყველა უბედურება ერთმანეთის მიყოლებით მოხდა. კარგია რომ გაქცევა მოახერხე და ციხეს თავი აარიდე. რა თქმა უნდა, მე არაფერი დამიშავებია. კალბატონმა ასიემ მიბრძანა ქალი მომეკლა. სასჯელი მე რატომ უნდა მოვიხადო? სამყარო ასე არ არის მოწყობილი. ჩემი ცხოვრება რატომ უნდა გავწირო? ახლა რას აპირებ? იქნების ხალხი უკან გამოყვა. ასე არ მოიქცეოდნენ. ბატონი თურგუთი მიხვდებოდა რომ ბრალს საკუთარ თავზე არ ავიღებ. რამდენიმე დღეში გერმანიაში წავალ და ყველაფერი ამით დასრულდება. რომც მოინდომოს მაინც ვერ მიპოვის. ნახოთ. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. მადლობ ბიძაშვილო.
ვინმე სელოდებოდი? არა. მოიცადე, ჯერ არ გააღო. ნახოთ ვინ არის. დარწმუნებული ხარ, რომ სწორ მისამართზე მოვედით? დარწმუნებული ვარ. ზუსტად ეს სახლია. მისამართი მაღაზიის გამყიდველმა მომცა. ვინ არის ბიძაშვილო? ერთო რა ხალხია. ბიძაშვილთანაც კი არ მომასვენეს. გთხოვ დამეხმარე. ციხეში წასვლა არ მინდა. ღვთის გულისთვის დამალე. კარგი, დამშვიდი. რამეს მოვიფიქრებთ. ეს გასაღები გამომართვი და უკანა კარიდან გადი. ეზოში ჩემი მანქანაა და წაიყვანე. კარგი, გმადლობ. მიდი. როგორ ხარ? უკეთ ვარ და გმადლობ. უზარმაზარ ხეს ქარი ვერაფერს დააკლებს. შენს ასეთ მდგომარეობაში ყურებას ვერ გავუძლებ. ხო, ნუ ჯიუტობ. სხვა ექიმთან წავიდეთ. წავიდეთ. ნუ დაიჟინებ დაო. ყოილი იმედი ნუ გექნება. და ნურც მე დამაიმედებ. დედაიშე. ჩემო პატარა. რა გჭირთ? სახეები რატომ ჩამოგტირით? მოხდა რამე? სეჰერ. უნდა იცოდე. არაფერია შვილო. უბრალოდ გავიხსენეთ, რაც ახლა ხან შემემთხვა და ემოციებს ავყევით. როგორ შემაშინეთ? რაც მოხდა. წარსულს ვეღარ შევცვლით. ახლა სანერვიულო არაფერია. ღვთის წყალობით ამიერიდან ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთმა გისმინოს. მხოლოდ ის მინდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ჩემი შვილების გვერდით ვიყო. უფალთან ეს ერთი თხოვნა მაქვს. დედაიშე, ყველი მტკიოდა და ექიმმა წამალი დამინიშნა. კარგად რომ გავხდები, შეიძლება ერთად ვითამაშოთ? რა თქმა უნდა. შეგვიძლია ვითამაშოთ. ჩემო ძვირფასო. აქ სანამ მოვიდოდი, დახთან გავჩერდი და რომ ვერ დაგინახე ვიფიქრე, რომ ადრე დაასრულე მუშაობა. ისევ მიდიხარ? ცომი გამითავდა. სახლში წამოვედი და მოვზილე. ახლა წავალ. კარგი, მე წამოვალ და დაგეხმარები. წამოდი. შენ საით. დაწექი და დაისვენე. თორემ თავბრუსხვევა ისევ შეგაწუხებს. ჩემი დღეები ისედაც დათვლილია დაო. ყოველი წუთი, რომელსაც ჩემს შვილებთან და შვილიშვილთან ერთად გავატარებ, ძვირფასია. მართალი ხარ მეგობარო. სეჰერს რატომ არ უთხარი? შენს შვილს უფლება აქვს შენი ავადმყოფობის შესახებ იცოდეს. რა უნდა მეთქვა დაო? ცოტა დრო დამრჩა. მალე მოვკვდები და მარტო დაგტოვებ მეთქი? უნდა მეთქვა ბებია შენმა ის მიიღო რაც უნდოდა. ისე დამაავადა რომ ჩემი დღეები დათვლილია მეთქი? მაგრამ არავითარი მაგრამ დაო. მირჩევნი ერთხელი ტიროს ვიდრე ყოველდღე მის სევდიან სახეს ვუყურო. არ მინდა იცოდეს რომ მოვკვდები. შენც არაფერი უთხრა. ფერჰათი სად არის? დაუძახე. მოკაც სახელად ფერჰათს არ ვიცნობ. მომისმინე? ჩემი მოტყუება არ გაბედო, თორემ მოკლავ. უთხარი გამოვიდეს. გული არ მჭირდება ძმაო. შემოდი და ნახე. შედი, სახლში ემოწმე. სად ჯანდაბაშია ის კაცი? ფერჰათი იქ არის. გარბის.
აქანაში ჩასხედით. რა ხდება თურგუთ? იჩქარე, ამჯერად ხელიდან ვერ უნდა დაგვისხდეს. როგორმე ეს ხალხი უნდა მოვიშორო. ციხეში არ წავალ. არ უნდა ჩამოვრჩეთ. სიჩქარის მოუმატე. არი დარდობიძეა თურგოთ. ეს ზაღლი ამჯერად ხელიდან ვერ დაგვისხდება. ვერ შევაჩერებთ. საბურავი უნდა დავუსიანოთ. სხვაგვარად ვერ შევაჩერებთ. ფათი, რას ელოდები ესროლე? რას აკეთებ ერჯუმენტ? ყურადღებით ატარე. გასარი. დატურთული მოძრაობაა, როგორ გავასწრო? ღმერთო შენ გვიშველე. ძლიერს მივუახლოვდით და ახლა ისევ დავკარგეთ. სად არის? გონი მარჯვნივ შეუხვია. ასელოდები შენც უნდა შეუხვიო, მიდი. დედა, ხელებს ნუ დაისვრი. დეიდა ჰადიეს მე დავეხმარები. კარგი. მაშინ აირანს მოვამზადებ. მოდი აქ დაჯექი. გვერდი დაგვემშვენე. ესეც საკმარისია დაო. დედა, მომშივდა. ახლა ვემოვალ. მე ერთვის საყვარელო. ჩემი რატომ არ გესმის დაო? ხომ შევთანხმდით, რომ საქმეს არ გააკეთებდი და უბრალოდ გვერდით დამიჯდებოდი. დაო, ისედაც ვერაფერში გეხმარები. ეს მცირედი მაინც გავაკეთო. მოდი ახლა რასაც გეტყვი, ის გააკეთე. საკუთარ თავს უსამართლოდ ექცევი. დაჯექი და დაისვენე. მერთმა დაგლოცოს. იცოდე გაკონტროლებ. თვალს არ მოგაშორებ. მან დედან არ ადგე. დედა, ბლინი შენც მოგიტანა? დილიდან არაფერი გიჭამია. არა შვილო. მოგვიანებით შევჭამ. შენთვის გეუბნები, თავს გაუფრთხილდი. ისედაც სუსტად ხარ. ესმასთან და ჩეთინთან საუბარი არ დაგვისრულებია. ცოტა ძალა მოიკრიბე, რომ მათ საბოლოოდ დაველაპარაკოთ. კარგი შვილო. იმედი მაქვს ეს დღე მალე დადგება. მალე დადგება დედა. ჩეთინი და ესმა კარგად გიცნობენ. ორივეს უყვარხარ. ჩემი აზრით, როცა სიმართლეს გაიგებენ, ცუდი რეაქცია არ უნდა გქონდეთ. აჯობებს ერთად დაველაპარაკოთ. 20 წლის შემდეგ მთელი ოჯახი ისევ ერთად ვიქნებით. ამას მთელი გულით ვგრძნობ. ჩემმა რასიმმა შვილებს ხელი ვერ ჩაკიდა. ოჯახზე ზრუნვა ვერ მოასწრო. მაგრამ იმედი მაქვს ამ ვალდებულებას მე ვიკისრებ. დიდხანს ვიცხოვრებთ იმ ბედნიერი დღეებით, რომლებიც
ჩვენმა მტრებმა ასე სასტიკად მოგპარეს. ამ სამყაროს ისე არ დავტოვებ, სანამ ჩემი შვილებისგან მოშორებით გატარებულ ყოველ დღეს არავინაც ღაურებ. შვილებს კიდევ ერთხელ არ დავაობლებ. მათ ცხოვრებას ჩემი წასვლით აღარ დავანგრევ. დედა, რაზე ფიქრობ? დედა, დედა, სად მიდიხარ? ზეჰერ, თავი დაანებე, წავიდეს. მალე დაბრუნდება. დედა, ჰადია, დედა, ჩემს რა სჭირს? თითქოს ამ ქვეყანაზე არ არის, სულ ჩაფიქრებულია. ის, რაც ჩინარმა გადაიტანა, მარტივი არ ყოფილა, ჩემო გოგო. ცდილობს არ შეემჩნიოს, მაგრამ ეტყობა, რომ მომხდარს ვერ ივიწყებს. ჩინარი ძლიერი ქალია, ამასაც გადაიტანს. უკვე გამოჯამრთელების გზაზეა. არი დარდო. სად არის ის კაცი? სად ჯანდაბაში გაუჩინარდა? ამჯერად გაქცევის საშუალება არ უნდა მივცეთ. რადგან არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა ვიპოვოთ. დაეწიე, მიდი. იძია თორგოთ გამოჩნდა. ერჯუმენტ, ამჯერადაც თუ გაუშვებ ხელი და იცოდე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. ველაობიძია თორგოთ, ის ძაღლი მალე ჩვენს ხელში იქნება. ცოტაც და თავი გამისკდება. ზუხალ რა ვქნა? ითხარი არ წამოხვიდე მეთქი, მაგრამ არ მომისმინე. ვინ ჯანდაბა ხარ? რა გინდა? გაგიჟდი? ახლოს არიან ბიძაშვილო. ცოტაც და დამიჭერენ. რამე იყონეთ ხო? ციხეში ამომალპობენ. დამშვიდდი. ახლა რა მდგომარეობაა? ცოტაც გაუძელი. როდემდე უნდა გაუძლო. ცოტაც ძმაო. მომისმინე. პირდაპირ იარე. კავაჯიკის პარალელურ გზაზე. იქ ჩემი მეგობარი გამოგზავნე. შეუძლია ჩაგანაცვლოს. გესმის? გავიგე ბიძაშვილო, გავიგე. ცოტა ხანს გაუძლებ. შენს მეგობარს დაურეკე და უთხარი იჩქაროს. ვინ ჯანდაბა ხარ? თუ არ მიცნობ, რატომ მომყვები და რატომ ცდილობ შემაშინო? ფერჰატი სად არის? სად ჯანდაბაშია? სიმართლე თქვი, თორემ აქვე მოკვდები. ძმაო, ვინ ხართ? ფერჰატს არ ვიცნობ. არც თქვენ გიცნობთ. უკან მომყვებით, მაჩერებთ და ჩემს სიცოცხლეს საფრთხეში აგდებთ. ახლა კიდევ ანგარის თხოვთ იმ კაცის გამო, რომელსაც არ ვიცნობ? იძია თორგოთ. ეს კაცი იტყუება. სიმართლე უნდა ვათქმევინოთ. თუ მატყუებ, ვიცოდე მოგკლავ. ძმაო, მანიაკი კი არ ვარ. ფერჰატი ვინც არ უნდა იყოს, რატომ დავმალავდი და საკუთარ სიცოცხლეს რატომ გავრისკავდი? ჩემთვის გზაზე მივდიოდი და უკან ამედევნეთ. ჯანდაბა. იძია თორგოთ. ეს კაცი ცრუობს. ეს ძაღლი იტყუება. ნება მომეცი გამოვტეხო. ორ წუთში ვათქმევინებ სიმართლეს. თურგუთ. დავიღუპეთ. გადავრჩი, შენი წყალობით გადავრჩი ბიძაშვილო. დიდი მადლობა. გთხოვთ პირდაპირ მითხარით, ექიმო. რამდენიც არის გოა ეს ოპერაცია? დათვრის გზე არ წავალ. ამ დაავადებით როდემდე ვიცოცხლებ? ყველაფერი მითხარით, ექიმო. სიამოვნებით გეტყოდით რისი მოსმენას გსურთ, ქალბატონო ჩინარ. მაგრამ მაშინაც კი თუ ოპერაციას გაიკეთებთ, თქვენი გადარჩენის შანსი მხოლოდ 15%-ია. თუ რისკზე წასვლა არ გინდათ, ამის იმედი არც უნდა გქონდეთ.
როგორც უკვე გითხარით, თავში ბომბი გაქვთ, რომელიც შეიძლება ხვალ აფეთქდეს. შეიძლება მომავალ კვირას, ან სულაც 3 თვეში. მაგრამ საბოლოოდ მაინც აფეთქდება. შენი ცხოვრება ძაბზე კიდია, ჩინარ. თქვენ ამბობთ, რომ სიკვდილი გარდაუვალია, არა? ამბობთ, რომ იმედი არ უნდა მქონდეს. შეიძლება იქამდე მოუკვდეს, სანამ შვილებს სიმართლეს ვეტყვი. რომ აღარაფერი ვთქვათ. დაკარგული დროის ანაზღაურებაზე. ქალბატონო ჩინარ, ამის თქმა ჩემთვისაც არ არის მარტივი. რთული ადამიანს უთხრა მოკვდები, როცა ის იმედით გიყურებს. თუმცა თქვენ ეს გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოთ. არა. ახლა ვერ მოვკვდები. ვერ მოვკვდები, სანამ ჩემს შვილებთან საკმარის დროს არ გავატარებ. ვერ მიგიხვდით? მეუბნებით, რომ გადაწყვეტილება უნდა მივიღო, ექიმო. ნელი სიკვდილი თუ საოპერაციო მაგიდაზე დარჩენა. არჩევანი ორ სიკვდილს შორის უნდა გავაკეთო. ნელ-ნელა მოვკვდები. მაგრამ დროს საყვარელ ადამიანებთან ერთად გავატარებ. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım seni. Gözyaşlarım